ცეკვის ანსამბლი ველისციხე კონკურსის გახტი ოსკაროსანი გამარჯვებული გახდა. მათ ამერიკის საგზური მოიპოვეს. მოცეკვავები ლოს-ანჯელესში ფესტივალზე არიან მიწვეულნი. ამ წარმატების შესახებ ვისაუბრებთ ანსამბლის დამფუძნებელ და ხელმძღვანელ ნანა ქორბუდიანთან. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ჩვენი ანსამბლის დაფასებისთვის. პირველ რიგში გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. უღრმესი მადლობა. მოგვიყევით ამ კონკურსის შესახებ, რამდენად მოელოდით გამარჯვებას და როგორც ვიცი, მაისშიც თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი აიღეთ. კი, ნამდვილად, ანტალიაში ვიყავით. ჩვენმა ბავშვებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს ტრადიციული ცეკვები, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს და ჩვენ იქ გავიგეთ, რომ არის წელიწადში ერთხელ ნოემბრის თვეში გახტი ოსკაროსანი პროექტი მიგვიწვიეს ჩვენ და გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება. წავედით ჩვენ 29 ნოემბერს ამ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ვიშრომეთ ჩემ მოსწავლეებთან ერთად. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მოსწავლეებს, ჩემი მოსწავლის მშობლებს, ყოველთვის გვერდში დგომისთვის და აი ამ სიხარულს ნამდვილად არ ველოდით. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ძალიან დიდი ემოცია, რაც ჩვენ იქ ვიღილეთ და გავხდით ოსკარის მფლობელები, მივიღეთ საგზური და ვაპირებთ 1 სექტემბერს გავემგზავროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან კარგი. რამდენი წელი არის, რაც ცეკვას ასწავლით ბავშვებს და რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის? ჩემთვის ეს პროფესია არის მთელი ცხოვრება. 35 წელია რაც მუშაობ ცეკვის მასწავლებლად. მე ერთი წუთი არ შემიძლია ჩემი მოსწავლეების გარეშე და ჩემი სამსახურის გარეშე. ყველაფერი არის ჩემთვის ჩემი სამსახური. როგორც ისე სამი შვილი ყავთ და როგორ მოახერხეთ, რომ არ დაგენებებინათ ცეკვისთვის თავი? კი, მყავს სამი შვილი, სამი გოგონა მყავს. პატარობიდანვე შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ბავშვები დამყავდა სცენაზე ვზრდიდი ფაქტიურად ჩემს შვილებს კალიასკებით, რომ მე თავი არ დამენებებინა სამსახურისთვის და გადამეცა ეს ჩემი ცოდნა ჩემი მოსწავლეებისთვის და ყველაფერი გამოსულიყო კარგად და მადლობა უფალს ყოველთვის გვიფასდება. ჩვენ გასულ წელს ვიყავით ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ჩვენმა ანსამბლმა მოიპოვა გრან-პრი. ეს იყო უზომოდ დიდი ჯილდო ჩვენი ანსამბლისთვის. დიახ. საინტერესო არის, რა სამომავლო გეგმები გაქვთ? სამომავლო გეგმა ეგ არის, რომ მინდა რომ ჩემი ანსამბლი წავიყვანო ამერიკაში და ვაზიარო ამ სიამოვნებას ჩემი პატარა მოსწავლეები. საინტერესო არის, როგორ დაინტერესდით ამ პროფესიით? თქვენს ოჯახში ცეკვავდა თუ არა ვინმე? და რა გზა გაიარეთ აი ამ წარმატებამდე? ჩემს ოჯახში არავინ არ ცეკვავდა, მაგრამ ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ბავშვობიდან მიყვარდა, მომწონდა. მინდოდა ძალიან რომ გამხდარიყავი ქორეოგრაფი და მე ამას მივაღწიე იმას, რომ დიდი შრომა ჩავდე ჩემს მოსწავლეებში, ძალიან ბევრი თაობა ავგზარდე, ძალიან ბევრი. დიდი ხანია უკვე 35 წელია რაც მუშაობ. მე ვცეკვავდი ჩვენს სოფელში, ანსამბლში, პატარა ანსამბლი გქონდა. მერე ჩვენმა ხელმძღვანელმა მოიწვია თბილისიდან ანტონ ჩიხლაძე, ერთ-ერთი პროფესიონალი ქორეოგრაფი და მე იმ პიროვნებამ შემოყვარა ცეკვა. და იმის შემდეგ თქვი, რომ მე აუცილებლად ქორეოგრაფი უნდა გამოვსულიყავი და ეს ყველაფერი ჩემი ცოდნა რაც მე მივიღე სასწავლებელში, გადამეცა ჩემი ბავშვებისთვის. იანვარში ვაპირებთ ბაკურიანში ფესტივალზე მონაწილეობის მიღებას. მოწვევა გვაქვს კიდევ 3 ქვეყნიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ისევ ბულგარეთიდან. ვაპირებთ ისევ წასვლას, შევძლებთ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ მეც და ჩემი მოსწავლეებიც, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავლახოთ, ეს სირთულეები. მართალია ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემი მოსწავლის მშობლები ყველანაირად მიდგანან გვერდში, რომ ეს ყველაფერი დავძლიოთ. და ამერიკისთვის მე თხოვნა მექნება ყველასთან ძალიან მოგრძალებული თხოვნით მოგმართავთ. იქნებს სულ მცირედით ვინმე გამოჩნდეს სპონსორი და ჩვენს ბავშვებს დაეხმაროს სულ მცირედით, რომ ჩვენი ანსამბლი ველისციხე
გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეზიაროს ამ დიდ სიამოვნებას. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ და მადლობა მინდა მოუხადო ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს, კიდევ და კიდევ ჩემი მოსწავლის მშობლებს. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნონა მენაბდიშვილს. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენს დეპუტატს ბატონ ზაქარია შოშიაშვილს ყოველთვის გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის და მე ვამაყობ რომ ვარ ანსამბლი ველისციხის ქორეოგრაფი და ვამაყობ იმით რომ ჩემი ანსამბლი ძალიან ბევრ საერთაშორისო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას და იქიდან ყოველთვის გამარჯვებულები ბრუნდებით და ვასახელებთ ჩვენს ერთ-ერთ ულამაზეს, უსაყვარლეს და ისტორიით დატვირთულ სოფელ ველისციხეს. მადლობა დიდი, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ.